Აღმოჩნდებისა მე ვარ ეკა ხოფერია, თქვენ უყურებთ ტელეკომპანია იმედს. ეს როგორც ყველამ კარგად იცით, არის ჩემი სტუდია და ყოველ გადაცემას ამ სტუდიაში ესწრება აუდიტორია. დღეს ის შემთხვევა, როდესაც აუდიტორია გადაცემის ამ ნაწილში მე არ დავპატიჟე და შესაბამისად ამ ჩაწერას ესწრებიან ჩემი ოპერატორები, მე თავისთავად, ესწრებით თქვენ, მაყურებელი და ესწრება თავად რესპონდენტი. Am interviewsკენ შეიძლება ითქვას, რომ პირადად მე ძალიან დიდი ხანი მივდიოდი. მაია ფანჯიკიძე, ჩემი გადაცემის სტუმარი. გამარჯობა მაია. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა მოწვევისთვის. იცით რას ვფიქრობდი? არის თუ არა რამე კითხვა, რომელიც არ გინდათ რომ მე დაგისვათ? არა, ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი. არის თუ არა თქვენთვის ეს ინტერვიუ ცოტა სანერვიულო? თუ იმას ჩავთვლით, რომ ძალიან დიდი ხანია ტელევიზორში არ ყოფილვარ, რასაკვირველია. რამდენი ხანია არ ყოფილ ხართ ტელევიზორში? ფაქტიურად არჩევნების მერე აღარ გამოვჩენილ ვარ არსად. ცოტა მანამდეც იყო რაღაც პერიოდი. მაგალითად გუშინ. მე მთელი ხამე ვფიქრობდი თქვენთან შეხვედრაზე. ფიქრობდით თუ არა თქვენ? კი, რა თქმა უნდა. და მეც ვემზადებოდი. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. მაია, არის ესეთი გამოთქვა, ნეტავ სად არის? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დიდი ხანია ტელევიზიით არ გამოჩენილ ხართ, ეს კითხვა ითხოვს, რომ იყოს დასმული. ნეტავ სად არის ახლა მაია ფანჯიკიძე? თუ თქვენ თვლით, რომ ეს მაყურებელს აინტერესებს, მაშინ ამ წუთას აქ ვარ, ხოლო რას ვაკეთებდი ამ პერიოდის განმავლობაში, შემიძლია გიამბოთ. ქალბატონ მაია, ის რომ თქვენ არ ჩანდით რაღაც პერიოდი ტელევიზიით და ახლა არის თქვენი პირველი გამოჩენა. რით იყო ეს განპირობებული და ეს თქვენი გადაწყვეტილება იყო ბუნებრივია და რატომ გადაწყვეტეთ ესე? იცით რა, მართლა ძალიან დიდი ხანია არ გამოვჩენილ ვარ, ერთხელ გამოვჩნდი მხოლოდ, როდესაც საქართველო მიიღო თავისუფალი სავიზო რეჟიმი ევროპასთან და მე ვფიქრობ, რომ ეს იყო მართლაც ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელშიც მე წვლილი მქონდა ყალბითამმდებლობის გარეშე ვიტყვი შეტანილი და მინდა რომ ამ თემაზე მელაპარაკა. მაგრამ არ გამოჩენის მიზეზი ის იყო, რომ ჩვენ ფაქტიურად თავისუფალმა დემოკრატებმა 2016 წლის არჩევნებში დავამთავრეთ რაღაცა გარკვეული ეტაპი, რომლის მერეც მე არ ჩამითვლია, რომ რაღაც განსაკუთრებული მქონდა სათქმელი ქართველი მაყურებლისთვის და ამიტომ გამოჩენა მხოლოდ იმიტომ, რომ გამოვჩენილიყავი არ არის ჩემი ხასიათის თვისება, ასე ვთქვათ და ვფიქრობდი, რომ ეს გამოჩენა მაშინ იქნება ბუნებრივი, როდესაც რაღაცა ახალი მექნება სათქმელი და აი სწორედ ეხლა ეს მომენტი დადგა, რომელიც თქვენ ძალიან კარგად დაიჭირეთ, ასე ვთქვათ და თქვენ ბრძანდებით პირველი, ვისთანაც მე ყველაფერ ამაზე, ამ სიახლეებზე ლაპარაკის სურვილი მაქვს და რაც ვთავარია შესაძლებლობა. ბედნიერი ვარ, რომ ხართ ჩემთან და ჩვენ შეგვიძლია სწორედ ამ სიახლეებზე ვისაუბროთ. დიდი სიამოვნებით. როდესაც ეს ინტერვიუ გავა ეთერში, თქვენ არ იქნებით საქართველოში, მოხდება შემდეგი რამ, ესე იგი, გავა ეს ინტერვიუ, გამოვა ჟურნალი, თქვენ იყდით და გამოვა წიგნი. Ну, ეს ორი იმედი მაქვს, რომ თქვენთვის რაც კავშირშია ჩემთან ინტერვიუები მნიშვნელოვანია, მაგრამ ვფიქრობ, რომ წიგნი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და ის უკავშირდება იმ საქმიანობას, რასაც თქვენ მიუბრუნდით, ხო? აი, მოდით დავიწყოთ თავიდან. რა დაიწყო? როდის დაიწყო? ზარი. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ თქვენ ეს ინტერესი გამოხატეთ, თქვენ ამ გადაცემით და ჟურნალ სითითი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ისე გამოვა, როგორც ჩავიფიქრეთ. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ მე თბილისში არ ვიქნები და ჩემი არყოფნის პერიოდში გამოვა წიგნი, რომელიც მე მიკავშირდება, ეს არის სწორედ ის, რასაც ახლა მე ვაკეთებ. ახლა მე ვთარგმნი გერმანულიდან ქართულად, ასევე ქართულიდან გერმანულად, ერთი წიგნი უკვე დაიბეჭდა ავსტრიაში, რომელიც ქართულიდან გერმანულად ვთარგმნე და რომელსაც მე თქვენ აუცილებლად გაჩვენებთ, გამოვა ჩემი მეორე თარგმანი, ოღონდ ეს არის პოლიტიკური წიგნი, გერმანელი პოლიტიკოსის, რომლის თარგმნის თხოვნა ეკუთვნის ფრიდრიხ ნაუმანის ფონდს, რომელიც საქართველოში ძალიან აქტიურად მოღვაწეობს. ეს არის წიგნი იმის თაობაზე, თუ როგორ
ბალანსი უსაფრთხოებას და ადამიანის უფლებებს შორის. ძალიან საინტერესოა ეს წიგნი სწორედ ამ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფო იმისათვის ვითომ და იმისათვის, რომ ჩვენი უსაფრთხოება, მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოს, ნელ-ნელა კვეთს მოქალაქეების თავისუფლებას. დღევანდელ დღეს, როდესაც ყველაფერი არის უკვე ინტერნეტით ერთმანეთთან დაკავშირებული, ძალიან იოლია გაიგო ადამიანი რას აკეთებს, რას საქმიანობს, სად რას ხარჯავს, სად მიდის, სად მოდის, იქნება ეს საბანკო ბარათის გამოყენება თუ იქნება ეს მობილური ტელეფონი თუ სხვა საშუალებები და ამას როდესაც ემატება კიდევ სახელმწიფოს ინტერესი მოქალაქეების მიმართ და განსაკუთრებით იმის მიმართ თუ ისინი რას აკეთებენ თავისუფალ დროს, ამითი ძალიან იზღუდება ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლება. როგორ ფიქრობთ, აი ჩვენ ადამიანებს ეს გვინდა, აი ჩვენ აი მაგაში სწორედ საქმე, რომ ჩვენ არავინ არ გვეკითხება, გვიღირს თუ არა ის მოპოვებული უსაფრთხოება იმათ, რომ შეიკვეცოს ჩვენი უფლებები და ჩვენ აღარ ვიგრძნოთ თავისუფლად. ამას ჩვენ არავინ არ გვეკითხება, იმიტომ რომ როდესაც არსებობს უკვე ტექნიკური საშუალებები იმისთვის, რომ ყველაფერს უთვალთვალო, ყველაფერს მოусმინო და ყველაფერი იცოდე იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არაფერში ეჭვმიტანილი არ არიან, იოლია აყვეც ტუნებას და ბოროტად გამოიყენო ის შესაძლებლობები, რომელიც გაქვს. ამითი იყო იგი ჩემთვის საინტერესო. იქ არის ის, რომ ადამიანები უფრო მგრძნობიარე უნდა გახდნენ აი ესეთი მოვლენების მიმართ, უფრო მეტად უნდა დადგნენ თავიანთი უფლებების დაცვის სადარაჯოზე, მაგრამ ამისათვის ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რისი უფლება აქვთ მათ. და რა უფლებებს ანიჭებს მათ კონსტიტუცია, რადგანაც ყველაფერი ეს, მაგალითად ის, რომ ადამიანის ღირსება და პატივი ხელშეუვალია და ასე შემდეგ, ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, მაგრამ განა რამდენმა იცის, რა გვიწერია კონსტიტუციაში, ეხლა მით უმეტეს, როდესაც ამ კონსტიტუციას ცვლიან და არ ვიცით მისგან რა გამოვა, ძალიან ცოტა იცის, რისი უფლება აქვს და ჩვენი უფლებები ძალიან ხშირად ირღვევა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, ისედაც ამას სახელმწიფოც ჩადის, ამას ჩვენი დამსაქმებლებიც აკეთებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თარგმნელობითი საქმიანობა ეს არის, როგორც თქვენ ხშირად გითქვამთ, თქვენთვის საფუძველთა საფუძველი, აი ის ბაზა, რომელიც გაძლევთ საშუალებას რომ მყარად იყოთ, თუ აი რა არის ის, რომელიც გაძლევთ საშუალებას რომ აი ყოველთვის რაღაცა აქედან დაიწყოთ. მარტო თარგმნელობით საქმიანობას არ ვიტყოდი, ზოგადად ჩემი პროფესია, ფილოლოგობა, გერმანისტობა, მე ვიტყოდი თავშესაფარი, სადაც მე შემიძლია გავიქცე და თავი შევაფარო, თუ კი სხვა რაღაცეები ისე არ გამოდის, როგორც მე მინდა. ორჯერ იყო აი ესეთი სერიოზული თავშეფარება, ასე ვთქვათ, ამ სფეროში. მეორე ეხლა პირველი იყო, როდესაც ჰოლანდიაში ვიყავი საქართველოს ელჩი და ჩემი დიპლომატიური კარიერა მაშინდელი მთავრობის გადაწყვეტილებით შეწყდა და ეხლაც ესე მოხდა და ძალიან მაყოფილი ვარ ამით. ყოფილა მომენტი, როდესაც გინანიათ, რომ პოლიტიკა იყო თქვენს ცხოვრებაში? არა. არასდროს პოლიტიკაში მე ძალიან დიდი ხანი არც ყოფილვარ. დიპლომატიურ სამსახურს მე პოლიტიკას ვერ დავარქმევ, მაინც ჩემთვის ეს ორი სფერო გამიჯნულია. არც ერთი და არც მეორე არ მინანია, რადგან ვფიქრობ, რომ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი რაღაცეების გაკეთება შევძელი. რა არის ის, რომელიც ყველაზე მეტად გეამაყებათ? პირველ რიგში ეს, რა თქმა უნდა, არის ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა მართალია ჩემი მინისტრობის დროს არ გაფორმებულა, მაგრამ საფუძველი მე ჩაუყარე. ეს არის ის, რომ ორმა ქვეყანამ უკან წაიღო ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის და თუ სამი უნდა ვთქვათ, მესამეს იმას ვიტყოდი, რომ მე მგონი საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩემი ხელი დაეტყო და ბევრ ისეთ ინიციატივას ჩაუყარე საფუძველი, რომელიც დღემდე მოქმედებს და რომელმაც ეს უწყება უფრო თანამედროვე და უფრო ევროპული გახადა. მე მგონია ზოგადად ადამიანი ხართ, რომელიც არასდროს არ ამბობთ. ხო, ეს მე მგონი ყველას გვასწავლა ცხოვრება. ცხოვრებაში გამორიცხული არაფერია. და მაინც არის ალბათობა იმის, რომ მოდესღაც დაუბრუნდეთ პოლიტიკას, როგორ გონიათ? კი, როგორ არ არის. მე ძალიან მიყვარდა ის საქმე, რასაც ვაკეთებდი და ძალიან გული დამწყდა, რომ ერთვენიერ დღეს ეს საქმე ჩემი საქმე აღარ იყო. არ შეიძლება 2 წელი მუშაობდე ისეთ ინტენსივობით, როგორც მე ვმუშაობ
ვმოძრაობდი იმ არაჩვეულებრივ ხალხთან ერთად, რომელიც არის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ძალიან მაღალი დონის დიპლომატებთან ერთად და ამდენ რამეს აკეთებდა და უცებ აღარაფერს აღარ აკეთებდა, ამაზე გული არ დაგწყდეს. მაშინ არ ყვარებია ის საქმე. რა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერი არ არის. ამ პირობებში რასაკვირველია გამორიცხულია, მაგრამ მომავალში ვინ იცის რა იქნება. საკმაოდ მაღალი თანამდებობა გეკავა, ძალიან საინტერესო საქმე გქონდათ. როდესაც მთავრდება თანამდებობის პირის აი იმ ადგილზე ყოფნა, აი ცხოვრების ეს ეტაპი. მერე რა ხდება? ერთიარო საქმიანობა, მერე არის ერთგვარი სტატუსი ბუნებრივია, ბევრი რაღაცა დალაგებული, გამომდინარე სხვა თემები, ამაზეც მინდა რომ ვისაუბროთ. აი დამთავრდა სამსახური, ხო? აღარ ხართ, აღარ იყავით საგარეო საქმეთა მინისტრი. აი მერე რა დაიწყო? რასაკვირველია, როდესაც ისეთი ინტენსიური რეჟიმი გაქვს 2 წლის განმავლობაში, რომ ფაქტიურად სახში არ ახარ, ფაქტიურად ყოველღამე თვითმფრინავში ხარ, ყოველი წუთი გაწერილია, საკუთარი თავისთვის დრო აღარ გრჩება და ასე შემდეგ და უცებ ეს ყველაფერი წყდება, 1-2 დღე გონზე მოსვლას უნდები. და 1-2 დღე ფიქრობ, რომ აი ახლა 2 წელი რაც არ მიძინია, იმას გამოვიძინებ. მაგრამ მე ეს 2 დღეც რომ გადის, მე უკვე თუ ბუნებით აქტიური ადამიანი ხარ და მე აქტიური ადამიანი ვარ, რა თქმა უნდა, რაღაცის კეთება უნდა დაიწყო. ჩემ შემთხვევაში ეს მარტივი იყო, იმიტომ რომ მე მარტო არ წამოვსულვარ თანამდებობიდან, ჩვენ რამდენიმე კაცი ერთად გადავდექით და ამას მოყვა შემდეგ ფრაქციის გამოსვლა უმრავლესობიდან პარლამენტში და ჩვენ ვიყავით პოლიტიკური გუნდი, რომელიც მეორე დღესვე ჩაერთო უკვე მომავალი მიზნის მისაღწევად ბრძოლაში და ეს იყო შემდეგი არჩევნები. ამიტომ იმისი თქმა არ შემიძლია, რომ რაღაცა დიდი სიცარიელე დადგა და მარტო არ ვიყავი. ახალი აღტკინება ქონდა ამ პერიოდს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცოდით, რატომ წამოვედით მთავრობიდან და ვიცოდით რა გვინდოდა. სწორედ მაშინ უფრო ინტენსიურად დავიწყე, რომელიც სხვა შორის არც არასდროს არ შემიწყვეტია, სიმართლე რო ვთქვა, ჩემს პროფესიასთან კავშირი, მაგრამ უფრო მეტი დრო გამომიჩნდა ამისთვის და მაშინ ჩაეყარა, ასე ვთქვათ, საფუძველი იმას, რომ ამ 2016 წლის არჩევნების დამთავრებისთანავე მე მთლიანად აღმოჩნდი ამ სფეროში, რომელსაც ქვია ლიტერატურა, რომელსაც ქვია მთარგმნელობითი საქმიანობა და რომელიც ერთ-ერთი ყველაზე კარგი სფეროა საერთოდ. მეგობრობა პოლიტიკაში. ეს რეალურია, ეს შესაძლებელია, იყოს შენი მეგობარი და რაც არ უნდა მოხდეს, ის იქით გადავიდა, საკეთ გადმოვიდა, ის აღარ არის მთავრობაში, ეს არის, მაგრამ ის შენი მეგობარი რჩება პოლიტიკაში. რაღაცა თანამდებობას მით უმეტეს ესეთ გამორჩეულს ურთიერთობები მოყვება. ერთ-ერთი მოყვება ახალი კოლეგები და ამ კოლეგებთან ურთიერთობა, რომელიც მერე წყდება და ეს ბუნებრივიც არის, ამაზე გულიც არ უნდა დაგწყდეს, იმიტომ რომ არასოდეს ეს არ გადადის, უბრალოდ ძალიან იშვიათად გადადის პირად მეგობრობაში. როდესაც პოლიტიკით დამეგობრდები ვინმესთან, ან პოლიტიკა დაგამეგობრებს და მერე ეს უფრო მეტში გადაიზრდება, უფრო მეტი საერთო აღმოგაჩნდება და უფრო დაახლოვდები ადამიანთან და ასეთი ურთიერთობა შეწყდება პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, რასაკვირველია ეს გულდასაწყვეტია და ხდება. და ისიც ხდება, რომ შეიძლება სულაც არ უკავშირდებოდეს საქმით ვინმეს, მაგრამ მაშინ, როდესაც ერთ თანამდებობაზე ხარ, ძალიან უნდოდეს, რომ შენი მეგობარი იყოს და მე ეს სურვილი მაშინვე გაუქრეს, როგორც კი აღარ ახარ თანამდებობაზე. ესეც ხდება. მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ადამიანურია და ამიტომ გასაგებიც რაღაცნაირად. ის რომ თქვა შენ რაღაცას ასე არ გააკეთებდი, იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ამას ასე არ გააკეთებ და ასე რომ დიდად გულდასაწყვეტი არც ეს არა. არა. როგორ გითხრათ, არის რა, უარესიც არსებობს ცხოვრებაში. თქმა უნდა. გაქრნენ ადამიანები? კი, როგორ არა. ესეთიც ყოფილა, მაგრამ ეს არც ისე სხვათა შორის, მაგრამ მაინც, მაგრამ ეს კიდევ უფრო აი განზოგადებულად და ძალიან ზოგადად, მაგრამ აი იცით რა მითხარით, აი როგორ ხრებიან, აი რას ნიშნავს ხრებიან? აი აღარ ეკავენ, აი რა როგორ? რა შეიძლება თვალიც კი აგარიდოს.
საცამრო და გინახავთ. კი, იმიტომ რომ შეიძლება ფიქრობდეს, რომ მისთვის წამგებიანია ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკოსთან სიახლოვე. ვინ არის თქვენი საყრდენი? ვინ არიან ეს ადამიანები? ვინც თქვენ მხარში გედგათ? ვინც მე ყოველთვის მხარში მედგა, ესენი არიან ჩემი ოჯახის წევრები პირველ რიგში და ჩემი უახლოესი მეგობრები. და თქვენ თვითონაც ესეთი ტიპი ხართ, ანუ აი გვერდში დგომა, აი რაში გამოიხატება თქვენი მხრიდან? აი თქვენ რა შეგიძლიათ გააკეთოთ მეგობრისთვის, ახლობელი ადამიანისთვის? მე მგონი იგივე, რასაც ჩემი მეგობრები ჩემთვის გააკეთებდნენ, ერთადერთი ადამიანი ცუდად თუ გახდა ფიზიკურად, მაშინ საშინლად დავიბნევი ალბათ, მომსვლია ეს და ვერ მიხვდები რა უნდა გავაკეთო. ერთადერთი ცუდად არ უნდა გახდეთ ჩემ ხელში. თორე დანარჩენი ყველაფერში შემიძლია რომ მით უმეტეს ჩემი ოჯახის წევრებს, ჩემს უახლოეს მეგობრებს გვერდში დაუდგე ყველაფრით რაც შემიძლია. ჩვენ მე და ჩემს ძალიან ახლო წრეს ძალიან დაბალანსებული გვაქვს ეს ურთიერთობა და ვიცით ერთმანეთის ფასი და რაში შეიძლება გქონდეს ერთმანეთის იმედი. ბევრი ვერ გეყოლება მეგობარი სულ თითზე ჩამოსათვლელი შეიძლება გყავდეს და თუ ერთიძე ჩამოსათვლელი მეგობრები გყავს, ეს უკვე ძალიან ბევრია. სულ ფიქრობ, მაინც როგორი ტიპი ხართ? აი მაგალითად, როდესაც რაღაც პრობლემაა, რას აკეთებთ ხოლმე ამ დროს? საერთოდ ვარ ოპტიმისტი ბუნებით და ვფიქრობ, რომ ყველანაირი სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი. ამიტომ პირველ რიგში ვფიქრობ იმაზე, რაც ვთქვათ პრობლემა გახდა, რატომ გახდა და ვეძებ მისი გამოსწორების გზებს. და ძირითადად ეს არის ფიქრის საგანი ჩემთვის თუ როგორ შეიძლება ამ თუ იმ კონკრეტულ პრობლემას მოევლოს და როგორც წესი ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე გამოსავალი. შეიძლება იმავე დღეს არა და ვთქვათ ერთი კვირაც არა, მაგრამ როდესღაც აუცილებლად მოგეცემა ადამიანსთან მისი გამოსწორების შანსიც. მე ესე მგონია. ახალი კარი თქვენ შემთხვევაში, რასაც ქვია ის რაც დაიწყო თქვენ ცხოვრებაში. ძალიან მაგარი ახალი ამბები, როდის გაიღო ეს კარი? აი რა იყო პირველი შემოთავაზება? ვინ დაგირეკათ? რა დროს მოგისწროთ ამ ზარმა რომ ხომ არ თარგმნიდით? ხომ არ დაიწყო? აი რა დღე იყო ეს გახსოვს? იცით რა, მახსოვს, სხვათა შორის ეს თუ ასე დავარქმევთ კარი, რომელიც ჩაკეტილი კი არ იყო, მიხურული იყო, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ეს ჩემი პირველი პროფესიაა. მაშინ გაიგო, როცა ჯერ კიდევ მინისტრი ვიყავი. ერთმა ავსტრიელმა რეჟისორმა მთხოვა დედაჩემთან შუამდგომლობა, რომ დედას ეთარგმნა თომას ბერნჰარდი არის ესეთი ავსტრიელი დრამატურგი, მისი ერთი პიესა, რომელიც რუსთაველის თეატრში უნდა დამდგარიყო და ნუ გამომდინარე იქიდან, რომ დედას აღარ შეუძლია უკვე ასაკის გამო და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ასეთ სერიოზული თარგმანების კეთება რაღაც ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდით, რომ არ ვიცოდით რა მოგვეხერხებინა, თან ეს იყო პროექტი, რომელსაც ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებდა და უცებ მან შემოთავაზა შეხო არ გააკეთებდიო და მე მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული ვიყავი, მაინც დავეთანხმე, იმიტომ რომ ეს ერთი დიდი არ იყო და მე რაღაცა მომინდა ისევ ჩემს ამ პროფესიასთან შეხება. და როდესაც გადავდექი, აი სულ ცოტა ხანში ეს პიესა წიგნად გამოვიდა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში და მე რამდენიმე თვეში დაიდგა სპექტაკლი რუსთაველის თეატრში, მარინე კახიანი თამაშობდა მთავარ როლს. ამას დაემთხვა ის, რომ 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო არის განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით და ამაში მე დიდი წვლილი მიმიწვის, რომ ეს საერთოდ გამოვიდა, იმიტომ რომ მაშინ გადაწყდა, როდესაც მე მინისტრი ვიყავი და ბევრი შესაძლებლობა გაიხსნა იმითი, რომ 2018 წელს ეს დიდი მოვლენაა ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში. აი როგორც ხდება ხოლმე, თუ რა ვიცი, აი მე ეს მგონია, რომ ეს ხდება ხოლმე, რომ თუ ერთ რაღაცაზე უცებ ბევრ ენერგიას დახარჯავ, კონცენტრირებული ხარ, რაღაცნაირად ენთუზიაზმით აკეთებ რაღაცას, იმას მე ის უფრო მრავლდება, მოაქვს ხოლმე სხვადასხვა შესაძლებლობები და ალბათ ახლა ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ მე ბოლო პერიოდში რამდენიმე ლექცია ჩავატარე ლიტერატურის სფეროში და თავიდან აღმოვაჩინე, ასე ვთქვათ, ის სიამოვნება, რომელსაც მე მგვრიდა სტუდენტებთან მუშაობა და მოსწავლეებთან მუშაობა.
აი თქვენ რო აღნიშნეთ ეკა რომ არ ვიქნები აქ როდესაც ეს გადაცემა გავა არ ვიქნები იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი წინა მაქვს და ეს არის მაქს ფრიშის შტილერის თარგმნა რომლისთვისაც მაქს ფრიში შვეიცარელი ავტორია და შვეიცარიაში არსებულმა ერთმა შემოქმედებითმა სახლმა მიმიწვია ამ თარგმანზე სამუშაოდ და ამიტომ ერთი თვე ვიქნები შვეიცარიაში სწორედ ამ საქმის გასაკეთებლად. მაგრამ ეს არ იყო მარტივი საქმე, იმიტომ რომ ბევრ პრეტენდენტს შორის არჩევანი შეჩერდა თქვენზე, ხო? კი, ეს იყო კონკურსი, რომელში გამარჯვებისთვისაც ბევრი პირობა უნდა შეგესრულებინა და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს შემოთავაზება მივიღე. კონკურენცია ძალიან დიდი იყო, იმიტომ რომ შვეიცარიაში სამ ენაზე წერენ: ფრანგულად, გერმანულად და იტალიურად. ანუ სამივე ენიდან თარგმნელებისთვის იყო ეს კონკურსი და ასევე მრავალ ენაზე თარგმანი მოიაზრებოდა. სადაც ეხლა სად მიდიხართ მომიყევით და რა იქნება იქ, სადაც თქვენ აი ამ პროცესში უნდა ჩაეფლოთ? ეს არის შემოქმედებითი სახლი ლიტერატორებისთვის, ძირითადად მთარგმნელებს იწვევენ იქ და ეს არის შვეიცარიაში ციურიხთან ახლოს და ეს მოდელი, ასე ვთქვათ, ამ მთარგმნელობითი სახლის თუ ლიტერატურული სახლის არის შექმნილი იმისთვის, რომ მთელ მსოფლიოში პოპულარიზაცია გაუწიოს შვეიცარულ ლიტერატურას. ანუ შვეიცარიის მთავრობა ზრუნავს იმაზე, რომ მისი უდიდესი მწერლები ითარგმნოს ბევრ ენაზე და ამით გაზარდოს ქვეყნის პოპულარობა. არ იქნება ტელეფონი, ტელევიზორი, აი როგორ სრულ ისეთ გარემოში. მე წარმომიდგენია, ეხა ფოტოებიდან რაც ვიცი, რომ ეს არის რაღაცა მთებში ჩაფლული სოფელი, ამ სოფელში დგას ეს არაჩვეულებრივი სახლი, რომელსაც აქვს ბრწყინვალე ბიბლიოთეკა, ინტერნეტი მე იმედი მაქვს რომ იქნება, იმიტომ რომ სხვანაირად მე მგონი არ გამოვა, ალბათ ტელეფონიც იქნება სადმე, ხო თვათ ესეთი მოწყვეტილი ალბათ არ იქნება, მაგრამ არის იდეალური პირობები იმისთვის, რომ არაფერზე არ იფიქრო, გააღო ფანჯარა, დაჯდე, თებს უყურო და თან შენი საქმე აკეთო. და აი სწორედ ამ სახლის მდებარეობამ და აი ამ მოდელმა ერთი ასეთი გეგმის განხორციელების სურვილი გამიჩინა. აი მე რო პენსიაზე გავალ და ჩემი დაც რო პენსიაზე გავა და ჩვენ რო რაჭაში გადავალთ საცხოვრებლად, აი ჩვენ სახლში რაღაც ესეთი უნდა მოვაწყოთ. როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მწერლები, მუსიკოსები, მხატვრები და ასე შემდეგ, რომ რაღაცა პერიოდი გაატარონ იქ და შექმნან შედევრები. ოღონდ ეს იქნება დიდი ხნის მერე. ეს იქნება დიდი ხნის მერე, რასაც ჩვენ ქვეყანაში ბევრი რამე შეიცვლება და ასეთი რაღაცეები შესაძლებელი გახდება. სხვანაირი აქტიური პენსიონერები ყველა ერთად. აუცილებლად. რადგან ახსენეთ ნათია, მინდა რომ შვილებზე მომიყვეთ. ჩემი შვილები გაიზარდნენ გერმანიაში. 6 წლის იყო უმცროსი და 7-ის უფროსი, როდესაც მე სამუშაოდ წავედი საელჩოში, ბონში და ისე მოხდა, რომ ფაქტიურად სკოლა იქ დაამთავრეს, უნივერსიტეტიც იქ დაამთავრეს და ორივე არის ეკონომიკის განხრით და არაფერი არ აქვს საერთო ფილოლოგიასთან. ახალგაზრდა თაობა უფრო პრაქტიკულ და რაციონალურ გადაწყვეტილებებს იღებს და ალბათ ეს კარგია. ორივე თავისი პროფესიით მუშაობს, ერთი არის თბილისში, მას ყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, რომელიც ასევე ბიზნესის სფეროში მოღვაწეობს, ხოლო მეორე ცხოვრობს კელნში, დარჩა გერმანიაში, მას ყავს გერმანელი მეგობარი გოგონა, არაჩვეულებრივი და ის კიდე იქ მუშაობს. შვილი ჯერ არ მყავს, არადა ძალიან მინდა რომ მყავდეს. ნუ ნახევრად ბებია ითვლებით უკვე. კი, ჩემი ძმაც ბაბუა, ხო, 3 შვილი ყავს. და ჩემდასაც ერთი. აჰა, უნდა გითხოთ. აი ეს რა არის, როდესაც რაღაცა პატარა ჩნდება კიდე ამ ოჯახში? აი მე ეს არის საოცრება და საოცარი ის იყო, რომ მე მცხეთაში რო ვცხოვრობ, ეს თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ და მცხეთობა იყო და მცხეთობის აღსანიშნავად დავპატიჟე ოჯახის წევრების სახლში და არავინ არ ელოდა და იმ დღეს დაიბადა პატარა თინათინი. და ყველა იყო ჩემთან, სუფრა იყო გაშლილი და ასე შევხვდით თინათინის დაბადებას. ეს
იყო რაღაცა წარმოუდგენლად სასიხარულო ამბავი. ასევე, როდესაც პატრიარქმა მესამე შვილს, როდესაც ნათლავს ხოლმე, მონათლა ჩემი ძმის შვილიშვილი, პატარა, მაშინაც ეს ყველაფერი მცხეთაში აღნიშნეთ. ასე რომ, მცხეთა განსაკუთრებული ადგილია ამ მხრივ. და ის დროა მე წაგიყვანოთ ყველა თქვენ მცხეთაში. ვართ მცხეთაში სტუმრად მაია ფანჯიკიძესთან, სადაც ის ცხოვრობს და მე ვფიქრობ, რომ არ გამოვიდოდა სრულყოფილად მოყოლილი ამბავი, აქ რომ არ ჩამოვსულიყავით და მინდა რამდენიმე საინტერესო ადგილი გაჩვენოთ აქ, მაიას დაგვეხმარება. თუ მოდიხართ სტუმრად მაია ფანჯიკიძესთან, ერთ-ერთ ყველაზე განთქმულ კულინართან, უნდა იცოდეთ, რომ ძალიან ესეთი გემრიელი კერძები გელოდება. დღეს გველოდება, ნუ ხედავთ, რაღაც ნამცხვარი წამოდით. მე ხლა ვუყვებოდი, რომ თუ მოდიხარ სტუმრად მაია ფანჯიკიძესთან, იცოდე, რომ გველოდება გემრიელობები. ეს არის რა? ის, რასაც საქართველოში ეძახიან cheesecakes, მაგრამ მე ვეძახი ხაჭოს ტორტს. იმიტომ რომ ასევე მიჩვეული. ეს არის ხაჭოს ტორტი, რომლის რეცეპტი ვისწავლე ძალიან დიდი ხნის წინ, როცა გერმანიაში ვსწავლობდი, მასწავლეთ ჩემმა გერმანელმა მეგობარმა. ჩემი ყველაზე ისეთი ინსპირაციის წყარო არის ტელევიზია. მართლა? კულინარული გადაცემები. ვზივარ ტელევიზორის წინ და მომზადებული ველოდები, რომ თუ რამე მომეწონა და ჩავიწე. მე მინდა რომ აქ მოყვე შენი წიგნის შესახებ, რომელიც თარგმნე გერმანულად. კი. კულინარული. ხო, აი მომიტანე წიგნზე. ეს იყო რაღაცა ძალიან შემთხვევით გამოვიდა ეს ამბავი. მოკლედ იმის გამო რომ მე თარგმნა ახლა არ დამიწყია, ვარ სიაში, რომელიც შექმნა ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა. და როგორც ჩანს იქ ნახეს ჩემი გვარი, ამ ავსტრიულმა გამომცემლობამ იქ ნახა და მომივიდა წერილი ამ შეკითხვით, რომ ხوار გაინტერესებთ კულინარული წიგნის თარგმნაო. ხო და გამომდინარე იქიდან რომ მაშინ ძალიან დაკავებული ვიყავი არჩევნებით. მაინც ვფიქრე რომ ეს იქნებოდა კარგი განტვირთვა. არჩევნების დროს? არჩევნების პერიოდი იყო, ხო, აგვისტო. ოქტომბერში ხო იყო არჩევნები, აგვისტოში ხდება ეს ამბავი. ვიფიქრე რომ ამ ჰობისთვისაც რაღაცა უნდა მოიცალოს ადამიანმა და მოკლედ დავეთანხმე და არაჩვეულებრივი წიგნი გამოვიდა. აუცილებლად და თან მე ამ წიგნს არ ვუწოდებ მხოლოდ წიგნს ქართულ სამზარეულოზე, ეს არის წიგნი საქართველოზე. აი მე მგონი ესე ეყოფა. ამაზია? აი ძალიან გადმოგიგდო ესე. რა? არა უშავს, არა. უნებრივად გადმოგდებული. უნებრივად, აბა რა. ნახეთ რა ლამაზია. სერვირებას აქცევ ძალიან დიდ მნიშვნელობას. ძალიან. იცი რა, ძალიან ხშირად დავკვირვები ვარ უცხოეთში, რომ სერვირება ისეთი არის ხოლმე, რომ აღარაფერი გაჭამონ, მაინც მაყოფილი მიდიხარ. მით უმეტეს და მე სხვაჩერ ძალიან მიყვარს, თორსა ერთი კერძია ყურადღების ცენტრში და ის უნდა იყოს ვარსკვლავი. ის უნდა იყოს ვარსკვლავი და იმის ირგვლივ უნდა ხდებოდეს ყველაფერი და აი ხა დღეს ეს არის ჩემი ხაჭოს ტორტი. კი, ძალიან ლამაზი ფერები. ეს ყვავილები არის ყველა ჩემი ბაღიდან და ეს ხილიც გახლავთ ჩემი ეზოდან. ეკოლოგიურად სუფთა და უსასუკო. აი ეს არის ეს წიგნიეკა. შოთა დვალიშვილი არის მისი ავტორი. თარგმნის პროცესში მივხვდი რომ რაღაცა ცოტა წინასიტყვაობა თუ არ დაურთე ყველაფერ ამას და ესე უცებ დააჯახე გერმანულენოვანი მკითხველი შეიძლება გაუჭირდეს და ამიტომ გავუკეთე პატარა წინასიტყვაობა. პრინციპში და მთავარი ჩემი სათქმელი ის იყო რომ ჩვენ ისეთი ძველი და სერიოზული ტრადიციების ერი
ვართ, რომ სამზარეულოც გვაქვს შესაბამისი და გვაქვს სიტყვები, რომლებიც სხვა ენაში არ არის და კარგი იქნებოდა თუ სხვა ენები ამ სიტყვებს გადაიღებდნენ. Როგორც არის სუფრა, რომელიც არ ნიშნავს მარტო სუფრას, როგორც არის თამადა, როგორც არის გაუმარჯოს და რაც მთავარია ღვინო, რომელიც არის ქართული სიტყვა. ყველაფერი აი შოთის პურის გამოცხობის რეცეპტიანა არის ყველაფერი. 90 რეცეპტია, ჩურჩხელა, ტყლაპი, ყველაფერია შე. აი მე მინდა გაჩვენოთ აი ეს ამბავი. ნუ ამას ქვია ჭაღი. კი, მე დავარქვი. და ეს არის ჭაღი მაია ფანჯიკიძისა. რომელიც არის ძალიან ლამაზი და ეხლა მინდა მოყვე. არაფერი განსაკუთრებული, ეს არის ქაღალდი. ეს არის ქაღალდი, რომელიც არის გასანთლული და რაღაცა ეს შენს გემოზე იკუჭება. მე დავარქვი ღრუბელი, ჩემი მეგობრები ეძახიან ორქიდეას, მოკლედ ვისაც რა უნდა იმას არქმევს. ეს არის ჩვეულებრივი ბრტყელი ქაღალდები, რომელსაც მე ჩამოაცვამ აი იმას, რაც ნატურა მაგრდება და სიმართლე გითხრათ, ისეთი ფასები აქვს, ესეთ რაღაცეებს, რომ ზედმეტად მიმაჩნია ესეთი ხარჯი და ვიფიქრე და მქონდა კონსულტაციები სპეციალისტთანაც და მითხრა, რომ მოკლედ რაღაცნაირად გადაბმა შეიძლება და აი ესე გადავაბი და ესეთი გამოვიდა და ძალიან მოსწონს ყველას. ერთხელ აქ სტუმრობისას მე დამხვდნენ პარტყები, ჩიტის პარტყები, ჩიტუნები. დიდი იმედი მქონდა რომ აქ რომ მოვიდოთ თქვენს გადაგებებინებთ. ეკა უფრო ხშირად უნდა იარო, გაიზარდნენ პარტყები და გაფრინდნენ. გაიზარდნენ, გაფრინდნენ, მაგრამ ჩიტის სახლს ჩვენ გადავიდეთ. ჩიტის სახლი კი. აბა? აი ეს არის ჩემი ჩიტის სახლი. რომელშიც ერთვენიერ დღეს შევამჩნია, რომ ჩიტი შედიოდა, გამოდიოდა, შედიოდა, გამოდიოდა და ძალიან მინდოდა ჩამეხედა, მაგრამ არაფერი არ მოჩანს და ერთხელ ტელეფონი ჩავანათე, ცუდად მოვიქეცი. მაგრამ საბედნიეროდ მხოლოდ კვერცხები დავინახე მაშინ. და მე უცებ გაჩნდა 5 ჩიტი. 5 პატარა ბარტყი. დედა და მამა, აი ყოველ წამს და მე აქ ვზივარ ხოლმე ამ აივანზე მუშაობ ძალიან ხშირად და უკვე აღარც ეშინოდათ ჩემი არაფერი მომეჩვიენ, მოდიოდნენ, ჯერ აქ დასკუპტებოდნენ, მე აქ, მე შედიოდნენ და ხედავდი პირში როგორ ეჭირათ საჭმელი. საჭმევდნენ ამ ბარტყებს და ერთვენიერ დღესაც გაიზარდნენ და დაფრთიანდნენ და წაიყვანეს მშობლებმა. ყოველ დილას გამოვდიოდი რომ მენახა როგორ არიან და აი რაღაცა ისე თუ დაიჭერ ამ რაკურს რომ ცოტა სინათლე მოხდეს მზის დაინახავდი ამ პატარ მე დავინახე მაშინ ხონდა გაღებული და როგორც კი ეს გაინძრეოდა იმ წუთას ეთყობა საჭმელს ელოდნენ პირს აბჩენდნენ ხო და მე მოდიოდნენ მათი მშობლები და აჭმევდნენ და იყო ძალიან კარგი სანახაობა. ეს არის ადგილი, სადაც იქმნება დღესაც უკვე მაია ფანჯიკიძის ცხოვრებაში მთავარი ამბები. ზაფხულის კაბინეტი ასე. ზაფხულის რეზიდენციაში ვართ მაია ფანჯიკიძის თარგმნელობითი სახლის. როგორც კი დათბება ხოლმე, მაშინვე აქ გადმომაქ ჩემი კაბინეტი, ასე ვთქვათ. აგერამ ჩემ კომპიუტერს იმ ჩიტმა დაასკინკლა კიდევაც შეხედა და არ წმენ. იმიტომ რომ ესე ვიცი რომ ფული უნდა მოიტანოს და ეს არის შენი ეს არის ჩემი კომპიუტერი, რომელიც არის 1-10 წლის. ხო. რომელიც არის განჯღრეული, მაგრამ ამ ფუნქციას კარგად ასრულებს. მე მეტი არ მჭირდება. ხო, აი რაღაც აი ძალიან ახალი რაღაც ახალი ფუნქციები არ მჭირდება. ეხლა ხო რაღაცა ყველაფერი შეგიძლია ინტერნეტით გააკეთო, მაგრამ მე მაგალითად მაინც მირჩევნია ლექსიკონი და ეს ლექსიკონი გადაშლილი რომ აქ არის. ეგ მინდა რომ მომიყვე. რა არის ეხლა აქ რა ხდება? აქ არის ეხლა ის რომ ვთარგმნი აი ამ წიგნს, ეს არის მაქს ფრიშის შტილერი. თავად მაქს ფრიშის ავტოგრაფი, რომელიც მან დედაჩემს გამოუგზავნა 1971 წელს, როგორც ჩანს. დედაჩემს 2 წიგნი აქვს მისი ნათარგმნი, ჰომოფაბერი და ვიქნები თუნდაც განტენბაინი და ქონდა მიწერ-მოწერა მასთან. და ერთ-ერთ წერილში კითხა, რომ შემდეგი რა ვთარგმნო თქვენიო და მან გამოუგზავნა წერილი, რომელშიც ეუბნება, რომ თარგმნე შტილერი, ეს წერილი დღეს მე მაქვს. დედა მე სურვილი მას არ შეუსრულა. და
ამიტომ გადავწყვიტე რომ ხა მე შევსრულო ეს სურვილი 10 უკვე გარდაცვლილ მაქს ფრიშს. რომანია ძალიან საინტერესო რომანია ადამიანის რაობაზე, ადამიანის იდენტობაზე. იმაზე, რამდენად შეიძლება ერთი ადამიანი იცნობდეს მეორეს. ეს არის ისტორია კაცისა, რომელიც თავის ცხოვრებაზე ამბობს უარს. მოკლედ იწყება თვითონ პროცესი. ეს არის დილით, საღამოს, რა ეს იწყება დილით. რაც უფრო ადრე უკეთესი. 9-ზე არის საუკეთესო ვარიანტი თუ გამოვიდა და მოვახერხე. ამისთვის უნდა ვიყო მარტო, იმიტომ რომ არ უნდა გაგეფანტოს ყურადღება, გარდა ჩემი ძაღლისა და გარდა ჩიტებისა არავინ არ უნდა შეგაწუხოს. ისე ქართული ისეთი ფანტასტიკური ენაა, რომ აბსოლუტურად ყველაფრის თარგმნა შეიძლება. თუ რამე ცუდად არის ნათარგმნი, მთარგმნელის ბრალია და არა ენის. ხანდახან ისე ხოლმე რომ შეიძლება დილით რაღაცა სიტყვაში გაიჭედო. ხო. აი, ყველაფერი გესმის, იცი შინაარსი, იცი რისი თქმა უნდა ავტორს, მაგრამ აი იმ ქართულ სიტყვას ვერ პოულობ და მე მთელი დღე გაყვეს ეს და საღამოს შეიძლება კინოში წახვიდე და იქ გაგახსენდეს. რაოდენობაც არის, ხო? მაგალითად დღეში ამდენი გვერდი ეს კარგი აი როგორ არის ეს? მე მახსოვს დედაჩემი, როდესაც თარგმნიდა თომას მანის ჯადოსნურ მთას, რამდენიმე წელი თარგმნიდა, ის 1000 გვერდია. და მახსოვს, რომ აი რო ადგებოდა და იტყოდა, რომ 8 გვერდი ვთარგმნე. ამით იყო ხოლმე ძალიან კმაყოფილი, რომ ეს იყო ძალიან დიდი რაოდენობა. მაგრამ ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაშინ ხელი წერდა. თუ რაღაც შესაძლებელი იყო, ის იქვე უნდა ჩასწორებულიყო. მე შეიძლება ჩასწორებული გადასაწერი გამხდარიყო. დღეს ცოტა უფრო იოლია, მაგრამ ბევრად არა. მეც აი ესე 10-12-იც ყოფილა და ძალიან კმაყოფილი ყოფილა. და აქ მაგ კიდე ერთ ძალიან საინტერესო წიგნი, ეს არის შვეიცარიული გერმანულის ლექსიკონი, მაჩუკა შვეიცარიის ელჩმა. აქ ვნახულობ ხოლმე იმ რაღაც განსაკუთრებულს. აი ელემენტარული რაღაც, მაგალითად, საბურავი მანქანის გერმანულად სხვანაირად არის და შვეიცარიელები სხვანაირად ამბობენ. დიდი მადლობა მოსვლისთვის. მესამედ ხო და მგონია რომ ისე არაფერი აღწერს ზუსტად შენს თავს, როგორც შენი სახლი, შენი კერძები და მაია ფანჯიკიძის წიგნები. სრული პორტრეტისთვის მაქვს ისეთი ბლიც კითხვარი მომზადებული და მე მაინტერესებს, მგონია რომ მაყურებელსაც აინტერესებს. ნუ, ცადოთ. ატარებ თუ არა საათს? ყოველთვის. სამკაულს. ცოტას. ყოველთვის ვატარებ საყურეს. ძალიან დიდი ჭაღებივით რო კიდიათ, ასეთი არა. ალბათ იმიტომ, რომ რაღაც ზომიერების გრძნობა მაინც ჩემმა პროფესიულმა საქმიანობამ ჩამომიყალიბა, იქნებოდა ეს პედაგოგობა თუ დიპლომატობა. ნივთი, რომლის გარეშეც არ გახვალთ სახლიდან. ეს არის ტელეფონი დღეს. მანქანით უფრო თავისუფლად გრძნობს, თავს თუ უმანქანოდ? ბოლო დროს უმანქანოდ, იმიტომ რომ სრულიად წარმოუდგენელია დღეს თბილისში მანქანით მოძრაობა და რა ხდება ხოლმე, იცით ხანდახან რომ წამოვალ მცხეთიდან, რომელიც აგერ თქვენ ნახეთ და ჩვენმა მაყურებელმაც ნახა და გავიჭედები საცობში, სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ ღირდა ეხლა ის, რისთვისაც წამოვედი, იმათ რომ აი ამ საცობში ვიდგე. ამ საცობების დროს ხო პრინციპში მანქანები მოძრაობენ. და აი გასაჩერებელი ადგილი რომ მაინც არ არის როგორ აიხსნება ეს რა გამიგებთ იცით რა მართვის მოწმობა ძალიან ახალგაზრდა ასაკში ავიღე ჯერ კიდევ წითელი წიგნაკები იყო შიგ ჩაწეპებული სურათით იმ დროიდან და სხვა შორის მაგ შემორჩენილი მაგრამ რეალურად მანქანის ტარება დავიწყე გერმანიაში 90-იან წლებში საუზმე საუზმე კი ბევრს არაფერს შეიძლება იყოს რაღაცა სულ რაღაც ერთი ლუკმა მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს ერთი დიდი ჭიქა წყალი და კიდევ უფრო დიდი ჭიქა ყავა სად ყიდულობთ ტანსაცმელს და სად ყიდულობდით ხოლმე ძალიან ბევრს საზღვარგარეთ იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება ისე აეწყო რომ ძალიან დიდხანს ცხოვრობდი და მუშაობდი საზღვარგარეთ ან მე მიწევდა ბევრი სიარული მაგრამ ბავშვობიდან მიყვარდა კერვა, შეკერვა. მე თვითონ არ ვიცი კერვა, საერთოდ არ შემიძლია არაფერი.
მაგრამ ესე ტანსაცმლის შექმნა ძალიან მიყვარდა. ამ სიყვარულისთვის არ მიღალატია არასდროს. თუ საიდუმლო არ არის, აი ეს ამ კაბის ისტორია რომ გითხრათ. ავთანდილის შექმნილი მე ძალიან მიყვარს ავთანდილი, ძალიან მიყვარს ქართველი დიზაინერები, მათი ხშირი სტუმარი ვარ და მათ სხვაჩვენს აი მინისტრობის დროს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდი, რომ ხშირად მცმოდა ქართველი დიზაინერების ტანსაცმელი და მათი პოპულარიზაციაც მომხდარიყო ამით. მე კი არავინ არ მეკითხებოდა იქ როგორც მსახიობებს ეკითხებიან, რომ რაღაცვია და სად იყიდე ეს კაბაო, მაგრამ მაინც ვფიქრობდი, რომ ამას თუნდაც ქართული ბაზრისთვის ჰქონდა მნიშვნელობა. ყველაზე ძველი ტანსაცმელი თქვენს კარატაში, აი ძალიან დიდი ხნის წინ. ცერტესტი ტიპი ხართ, აი აგროვებთ, აი გიყვართ ეს ძველი. აი რა არის ისეთი, რაც ყველაზე ძვირფასია თქვენთვის ტანსაცმელს? საერთოდ ვუვლი ყველაფერს რაც მაქვს, არა მარტო ტანსაცმელს, მიყვარს ნივთების მოვლა. ყველაზე ძველი რაც მაქვს, მე მგონი არის ერთი კაბა, რომელიც სტუდენტობის დროს მაქვს ნაყიდი გერმანიაში, იენაში, სადაც ვსწავლობდი და რომელიც ისე არის შეკერილი, რომ რაც არ უნდა მოიმატო წონაში, მაინც შანსი გაქვს, რომ ჩაიცვა. იმიტომ რომ ღილი არ აქვს და ერთმანეთზე გადადის და გეხვევა ფაქტიურად ტანზე და ამიტომ ესე არის გრძნობა რაღაცეები. აი ესეთი სამოსი არის თქვენს გარდერობში, რომელიც ესე იყიდეთ და არასდროს ხელი არ მოგიკიდეთ, არასდროს არ ჩაგიცვავთ. ხელუხლებელი კაბა, ხელუხლებელი კოსტიუმი ან რაღაც ესეთი. კი, მე მგონი ეს ხალი არ არის, რომ ესეთი რამე არ დამართნოდეს, რომ რაღაცა მოეწონება და არ ეტევა და იფიქრებს, რომ აი ამისთვის დავიკლე. მე რა თქმა უნდა ამას ვერ ახერხებ, კიდია. მაგრამ მე მყავს მეგობრები, რომლებსაც ასეთი რამ ეტევათ ხოლმე. ისე ამ ბოლო დროს ეგეთი რამე აღარ მემართება. ეხლა უკვე დაკვირვებით. ყიდულობთ და რაც თორე ვისწავლე, რომ მაგიმედით რომ დაიკლებ, არაფერი არ უნდა იყიდო. ისი სტილი მოგწონთ, აი ქალის იდეალური სტილი, აი რომელიც თქვენთვის არის იდეალური, რომელსაც შეიძლება არ ბაძავდეთ, მაგრამ ის თქვენთვის ძალიან ლამაზია და მოგწონთ. სხვაჩვენს ამაზე არ დავფიქრებ. ვარ ახლა სპონტანურად უნდა მოვიფიქრო პასუხი. მე ძალიან მიყვარს მერილ სტრიპი. და მისი ყველაფერი მომწონს. რაღაცნაირად ხომ რაღაცა კლიშეებში აქცევენ მსახიობებს, შემდეგ რეჟისორებიც და ვთქვათ, ვიღაცა ყოველთვის არის რაღაცა შეყვარებული გოგონა. ვიღაცა არის რაღაცა სასიამოვნო ადამიანი, რომელიც არასდროს სხვას არაფერს არ დაუშავებს და მერილ სტრიპს ისეთი ფართო დიაპაზონი აქვს. ახლა სულ ახლახან ვნახე ფილმი, სადაც ის სრულიად უნიჭოს ოპერო მომღერალს თამაშობს. მანამდე ვნახე ფილმი, რომელშიც ის ძალიან იჭიერ კულინარს თამაშობს და იმის იქით კიდევ ჟურნალის რედაქტორს. ეს იმდენად განსხვავებული როლებია ერთმანეთისგან და იმდენად ბრწყინვალეა ყველა როლში, რომ წარმოუდგენელია არ მოგწონდეს და პატივს არ სცემდე. და აქვს კიდე რაღაც სოლიდურობა რაღაცნაირი, რომელიც მე მომწონს გარდასახვის ამ არაჩვეულებრივ უნართან ერთად. თან არის აშკარად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც შეუძლია ვთქვათ ისეთი პოლიტიკური სიტყვით გამოვიდეს, რომელიც მსგავსიც იშვიათად მომისმენია, როდესაც მან ტრამპის შესახებ ილაპარაკა. ნივთი, რომელიც ყველაზე მეტად თქვენია სახლში. ტელევიზორის პულტი. საყვარელი წიგნი. ეხლა, როდესაც აი ესე ვარ ჩართული აი ამ ლიტერატურულ საქმიანობაში, მივხვდი, რომ ჩემი საყვარელი წიგნი არის ორი. ერთი არის გერმანული ენის განმარტებითი ლექსიკონი და მეორე არის ქართულ სინონიმთა ლექსიკონი. ეს არის ორი საოცარი წიგნი, ორი საოცარი ენის უშრეტი სიმდიდრის შესახებ. ფილმი? ამას წინათ ვნახე სრულიად არაჩვეულებრივი ფილმი, რომელსაც ქვია ჯერ კიდევ ელისი, რომელმაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. სხვაჩვენს ახალი ფილმი არ არის, მაგრამ მე ნანახი არ მქონდა და ძალიან დიდი ხანია ფილმის მერე ფიქრში ღამე არ გამითენებია. პარფიუმი საყვარელი. გააქვთ ესეთი ამოჩემება? არა.
ხანდრა. და ერთ პატარა ისტორიას მოგიყვებით, რაღაც სიტუაციაში გოგოები ლაპარაკობდნენ, რომ აი მე ამის გარდა არაფერს არ ვისხამ და ჩემი საყვარელი და 10 წელია მხოლოდ ეს ამას ხმარობ, მოკლედ ესეთი ლაპარაკი და მეც მკითხეს, რომ შენ რომელი გიყვარსო, რომელი სუნამო და მივთხარი არც ერთი მეთქი და ყველა თქო, იმიტომ რასაც მჩუქნიან ის მიყვარს მეთქი და ცოტა ხანში იყო ჩემი დაბადების დღე და ერთ-ერთი ამ საუბრის მონაწილე ჩუქნის სუნამოს და პატარა ბარათი მოაყოლა ამ სუნამოს, რომ ზუსტად ვიცი, რომ შენი საყვარელი სუნამო. და ნამდვილად ესეა. ყველაზე დიდი ნიჭი თქვენი. არ ვიცი, შეიძლება ოპტიმიზმი. ყველაზე დიდი სისუსტე. ხანდახან შეიძლება წვრილმანმა მატკინოს გული ან წვრილმანს მივანიჭო ის მნიშვნელობა, რომელსაც ის არ იმსახურებს და ამითი საკუთარ თავი დავიზარალო. არის ესეთი ფრაზა, სიტყვა, რომლის გაგონებისთანავე შეიშმუშნები. ძალიან ხდება ყურზე, როდესაც განსაკუთრებით ჟურნალისტები არ მიწყენენ ალბათ თუ ვიტყვი, იმიტომ რომ ნამდვილად კეთილი გულით ვამბობ ამას. ძალიან ხშირად რა მოიჩემებენ ხოლმე რაღაც სიტყვას და საჭირო არ არის საჭირო მაინც რო ხმარობენ. ესეთი სიტყვა არის მაგალითად დაკავშირებით, რომელიც აი ცუდად ხვდები რომ ესმის ხოლმე, იმიტომ რომ 99%-ში შემთხვევებისა ის არის უადგილო. და ასევე მეორე სიტყვა, რომელიც ესევე ეკრანიდან მაღიზიანებს, ეს არის საუბარი. სიტყვა საუბრობს. რომელიც რატომღაც მიჩნეული არის როგორც უფრო ზრდილობიანი ფორმა ლაპარაკისა და ამ დროს თქვა, ამბობს და ლაპარაკობს ხშირ შემთხვევაში უფრო შესაბამება და გადასარევი სიტყვები და შესაბამება იმ კონტექსტს, რომელშიც იყენებენ ამ სიტყვას საუბრობს. ბოლოს როდის დაწერეთ ხელით? ჩანაწერებს დღესაც ვაკეთებ თარგმნის დროს და ბოლოს ძალიან ბევრი ავტოგრაფი დავარიგე. პრეზენტაციის დროს. ხალხო მაია, მე ძალიან მინდა რომ ეს ძალიან კარგად დაგვამახსოვრდეს ორივეს და იყოს მნიშვნელოვანი, რა ვიცი, ერთი კარგი დღე, ერთი კარგი საღამო, რომელიც ჩვენ გავატარეთ ერთად მიუხედავად ამდენი კამერისა და მინდა გთხოვოთ რომ დამიწეროთ რამე. ან სიტყვა, ან წინადადება, მაჩუქოთ სიტყვით მე. შეიძლება? ისეთი რამე დაგიწერეთ, რასაც ბავშვობაში ხშირად ვწერდი ხოლმე. ეკა კარგი გოგოა. მაია ფანჯიკიძე. ძალიან დიდი მადლობა მაია სტუმრობისთვის და დიდი მადლობა. რა ვიცი, მე იმედი მაქვს, რომ როდესაც ჩამოხვალ საქართველოში ეს ბევრი კარგი ახალი ამბავი გადაიქცევა 100, 1000 და მილიონ ძალიან კარგ გამბად. ძალიან დიდი მადლობა. სამუშაო სახელწოდება ამ რუბრიკის არის ის ურჩევნია მამულსა რომ შვილი ჯობდეს მამასა და შეიძლება ითქვას რომ ის ურჩევნია მამულსა რომ შვილი ჯობდეს მედია დედებსა და მოკეთ ძალიან საინტერესო გმირები გვყავს ბუნებრივია ჩემი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე თითოეული მათგანი შეიძლება ითქვას რომ ჩემს თვალწინ იზრდებოდა მათ შორის ის რომელიც შემოვა ახლა ამ წამს სტუდიაში უკვე ისე შემოდის რომ ფაქტია რომ უნდა გამაკვირვოს მაშინ ასე კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამხრეთ აფრიკაში ქვეყანა რომელშიც დღემდე უნიკალური და უძველესი კულტურაა А больше умеете готовить? Тая Каджаия. Тая Каджаия ძალიან ეფექტური შემოსვლა იყო და ეს ძალიან მომწონს შენში და მხიბლავს ეს არაორდინალურობა და ისე როგორც არავინ. აი ამისთვის მართლა მაგრამ იაპონური იცი? არა, ჩინური. კაი, მე მითხარი რამე ჩინურად. 你好，你好吗？我叫大呀，我叫过吕先生。你叫什么名字？啊，就叫Eka。ეს ნიშნავს. თაია გავიგე, ეკა გავიგე. მე რას ნიშნავს? გამარჯობათ, როგორ ხართ? მე ვარ თაია და ვარ
ქართველი, თქვენ რა გქვიათ? ეკა გქვიათ. აჰა, შენ ჩამოყალიბდი უკვე ვინ გინდა გამოხვიდე პროფესიით? არა, ესე ჯერ ჩამოყალიბებული არა ვარ. ისე მსახიობობა მინდა. რაც მსახიობობა. ხო, და ის რასაც ნამდვილად არ გააკეთებ რა არის? მეტა რა არ უნდა, რასაი? აჰა. ჟურნალისტობა რო კითხო, რა ვიცი უნდოდა. შენ გახსოვს შენი სტუმრობა, ერთ-ერთი პირველი სტუმრობა ტელევიზიით? კი. როდის იყო ეს? ახალწლ. მოგესალმებით, ეთერშაღაცა ზღობებინიერია დეშთაია ფეჯერია მუშაობს. ყველას გილოცავთ ახალწლს, ბედნიერება გემდავაზი ყველას და სიყვარული. თამაშობ სპექტაკლებში, როგორ მოვიდა ეს სამსახიობო იდეა? ბევრ სკოლის სპექტაკლში მითამაშია, სკოლაში ქონა წრე. შემიძლია რომ მცირეს თქვა ექსპერიმენტი ჩავატაროთ სამსახიობო შენი? გაპრანჭული გოგო. ეხლა უნდა გააკეთოს რამე? ვაი. ახლა გოგო ინსტასთვის ვიღებ სელფებს, მაგრამ კარგად მაგხა. პერესტა არ დამჯებ, იმ დღეს შევხვდა ჩემი გოგო, აი 4 არა 4 ხო, აი მიზარებ ახლა მათემატიკა რამდენი ხანია არ მინახავს. აი კუშას ვიღალ და შეყოლებ. რაღა ეკუშა ვერ გაი. სასწრაფო დროზე რა. ბრავო. შენი დამოკიდებულება ჩაცმისადმია. ყოველდღეს არ წაიგო ტანსაცმელს, რადგან მე და დედას ძირთადად გვაქვს ასე ვთქვათ კონფლიქტი. ეს ტანსაცმელები მომს არა მაქვს დრო რომ შენსავით 1 საათი ვიდგე და ვარჩიო ტანსაცმელები, როცა მივდივარ სამსახურში ან სკოლაში. დედა 1 საათი არჩევ. აი, გაგამოვა არა, ეს რაღაცა ის არ მომწონს რაღაცა. აი, სულ რაღაცა არ მომწონს ეს ერთ ტანსაცმელში რო იყოს ლამაზი, მაინც აი რაღაცა ის დეტალი არ მომწონს. დეტალი არ მოეწონება და მე ვიცი რომ შენ ზღვა გიყვარს. ზღვა კი. და დედას? ძალიან ადვილად იწვება. ესე იგი, დედას გამოსვლა ზღვაზე. სადღაც აქამდე ქვედაბოლო, აქამდე მაისური, აი აქ შარფი, სულ მხრებზეც მოხვეული შარფი, სადღაც 4 შარფი, სათვალე და ამხელა ქუდი. დედა ხო ძალიან ისეთია, ძალიან ყურადღებიანი, აი მოგიკითხავს და შენ რას გასწავლის, როგორ გთხოვს ხოლმე? ყველაზე მეტად გვაქვს დაბადების დღის მილოცვაზე. გილოცავ დაბადების დღეს, სულ ბედნიერი გახარებული ყოფილიყავით. ეს მე და დედა ჩემო ჩიტო, ჩემო გვრიტო, ჩემო მარგარიტო, სულ ბედნიერი გახარებული. შენი დღის რეჟიმი როგორია? აი რამდენ რაღაცაზე დადიხარ? ანუ ვარჯიშზე, ციგურებზე, თექაზე, ცეკვაზე, შევედი ინგლისურზე და მათემატიკაზე, ანუ ეს ისე. ჯერ ვარ 6 საათამდე სკოლაში, ჯერ მეცადინეობ დავალებებს და მე უკვე ვიწყებ ინგლისურის მეცადინეობას. თაია, რამდენი ენა იცი? 6 სწავლობ. ქართული, ინგლისური, რუსული, ჩინური, იტალიურს და ფრანგულს სწავლობ. შენ თვითონ? ფრანგულს სკოლაში და იტალიურს მე თვითონ. იტალიურს შენ თვითონ? თაი, ძალიან დიდი მადლობა. ჩემი სტუმარი რო იყავი. მე ძალიან ყურადღებით გაკვირდები შენ. მართლა შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან სამაყო გოგო ხარ, ისევე როგორც ძალიან ბევრი შენი თანატოლი. დიდი მადლობა, ბა. შევხვდებით სცენაზე. ეს არის ჩემი ოთახი და შინ ყველაფერს ვაკეთებ. ის გაკეთებაც მიყვარს და ეს მე თვითონ გავაკეთე, ისე ვთქვათ, ჩემი ოთახის წარწერა, თაია. შევიდეთ ჩემ ოთახში. ჩემ ოთახში როგორც ხედავთ, არის ბევრი, ისე ვთქვათ, და გასაკეთებელი რაღაცები. გამარჯობათ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, თქვენ სტუმრები ხართ, თქვენ შეგიძლიათ ორი დღეა სულ გადაღებებში ხართ. სულ გვაქვს ხოლმე ამ თემაზე კამათი, მე თაიას ვეუბნები, რომ ნუ რაში გჭირდება, რა თუნდა ხა, აი ამას რატო არ აგდებ, ხო ეს რატო შეიძლება რომ შეინახოს? მე ნუ შენ არ იცი მე ამისგან რეების გაკეთება შემიძლია. აი იმ დღეს მოიტანა მაგალითად, აი ეს ესეთი ცალკე ბუნძღები იყო აი. ის არის თქო, შენ არ იცი მე რა უნდა გააკეთო მტრის ბუდე და მე რა აღმოჩნდა
და რომ მართლა გააკეთა. ესეც რაღაც ჩანთებით, მისამაგრებს, რაღაცებს აკეთებს. ქალაქებია, რომელიც სულ თავისით აქვს აშენებული დიდეს თაიასგან და სულ მიყვარს და მე მიკიდია იქ ჩემ ოთახში თავთან პასტელინებისგან აქვს გაკეთებული თავის ჭიამაიებით და მართლა ძალიან ძვირფასია ჩემთვის თითოეული მისი ხელით შექმნილი ნივთი. აი ეს დამთავრებული პატარა ცხვარიკო, რაღაცა ნებისმიერი მისი წამოწყება რაც იყო, ნუ რა თქმა უნდა რაც ლოგიკასთან ახლოს იყო და არის უსაფრთხო იყო, მაქსიმალურად ვცდილობდი მხარი დამეჭირა, იმიტომ რომ ბავშვმა თვითონ დააირჩიოს რისი კეთება სურს. ეხა ვხატავ მაისურს, ესეთი გამომდის ჯერჯერობით, რა ვიცი. ისე მე ცოტა ვინანე რომ ცოტა დიდი რომ ეყიდა დიდი ზომა მე სიამოვნებით ჩავიცნევდი მაგრამ არა არა ვიცი აქ ჩემი საყვარელი ფოტოები არის ესენი ეს არის როცა მე უკვე ჯერ მთელში ვიყავი ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური პასპორტის ფოტო ეს არის ვენეციაში ერთ-ერთი პირველი მოგზაურობა ეს კიდე ჟურნალ სიტისთვის ფოტოსესიაზე. სახში როცა მომინატრება წამორჯიში, წამორჯიშზე დავდიოდი. ხანდახან რავი, ესე თქვა ვარჯიშობ ხოლმე. ჩემი სტუმარი, რომელიც ახლა აქ სტუდიაში შემოვა, ძალიან ისე დასაბუთებულად ამტკიცებს იმ თეორიას, რომ პრინცები ამ ქვეყანაზე ჯერ არ გადაშენებულან. მაგრამ ამ ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული განაცხადის გარდა, ბევრი რამ აქვს სათქმელი მას მარიტა ბერიძე. გთხოვთ, მივეგებოთ მარიტას. მინსკში იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი ნიცა ჩოლოყაშვილი და გურამ აფსანძის და სხვათა ადვოკატების სასამართლო პროცესზე გამოცხადებას აღარ აფიქრებენ. ძალიან ლამაზი კაბა გაცვია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კაბას რაღაც თავის ისტორია ექნება. ეს იყო დედიკოს კაბა და ის იმდენად მომწონდა, რომ დედიკომ ერთ დღესაც გამიკეთა ეს საჩუქარი და გადააკეთა თავის კაბა და ეს კაბა გახდა ჩემი. ფეხზეც ისეთი საინტერესო ამბავი ხდება შენთან. ეს არის ახალ ფეხსაცმელი, ესაა კონკიეს ბროლის ფეხსაცმელი და დედიკომ ფლორენციიდან ჩამომიტანა და ის ასევე ანათებს როცა დაკრა. აბა მოდი ერთ მაჩვენე რა შვება? ანათებს. ეს რო შემთხვევით ვინმეს არ შეეშალოს, ვინმე სხვა ხო არ მოდის, რომ ნამდვილად მარიტა მოდის, თქო ესე დააბაკუნებ და წინავ, ხო? ეგრეა. იცი რა მაინტერესებს? დაბრძანდი. შენზე მითხრეს პრინცესების და პრინცების ჯერაო. პრინცესა ხარ შენ თვითონ? არ ვიცი, მინდა რომ ვიყო პრინცესა. რატო გინდა რომ იყო პრინცესა? ზოგადად პრინცესებს, ნუ, ისეთი ლოგინები აქვთ, ლამაზი კაბები აქვთ სულ და სულ რაღაცა თავის საქმეები აქვთ. მეც ეგრე ვარ, რაღაცა ვიოლინოზე, სიმღერაზე, ცეკვაზე, მაგებზე დადიან. რომელ სკოლაში სწავლობ? New School-ში და აი იქ რო ზიან, ესენი სულ ჩემი კლასელები არიან. შენი მეგობრები არის, ხო? ერთ-ერთი ისეთი პოპულარული გოგო ყოფილხარ ამ სკოლაში და თაყვანისმცემლებიც გყავს. კი. იხა ჩუმად მომიყევი, ვის მოწოხარ სკოლაში? სკოლაში კლასელებს. ერთს? არა, ბევრს. ბევრს რამდენს? არის. სულ ვანი არიან, რიდან შეიძლება 4-ს. ზოგი მიმალავს. არა, მე ვიცი ვინ მალავს მაგას. გამოვარკვიე. როგორ აი ხა როგორ იქცევიან ბიჭები რომ გოგო უნდა მიხვდეს რომ მოწონს. რა ვიცი, ცდილობენ რომ აი მაგალითად მაგრები იყვნენ, ფეხბურთი მაგრა იცოდნენ, სპორტი რო იცოდნენ, მაგრამ მაგას ცდილობენ რომ მოგვაწონონ თავი. ესე თმებზე არ გჩეჩავენ? თმებზე არა. შენ გჯერა პრინცების არსებობის. სად არიან ეს პრინცები, სად ცხოვრობენ? სასახლეებში ცხოვრობენ. და არის ვინმე პრინცი ვინ შენ მოგწონს? კი. ვინ? არ ვიტყვი, ჩემი ძამიკო უყურებს ახლა. პრინცი ჰარი ხო მოგწონს? ხო. საიდან გამოიცა? იცი რა, ყველაზე პოპულარული პრინცია მთელ მსოფლიოში და ძალიან ბევრ გოგოს მოწონს. ამიტომ მე მგონი მაინც მარტივი გამოსაცნობია. რატო გჯერა ესე პრინცების არსებობის? არ ვიცი, რაღაც ბავშვობიდან მჯერა ამ პრინცების და მინდა რომ მართლა ეგრე იყოს. დიდ
კურსებს ჯერა, ანუ ჩემხელა ქალებს, აი ცოტა. დედიკოს ჯერა. შენ უკვე ჩამოყალიბდი პროფესიაში, ვინ გინდა რომ გამოხვიდე? მართლა? აბა ვინ? ოღონდ ძალიან ბევრი რაღაც მინდა. აბა მიდი დავიწყოთ. კაი, პირველი მწერალი, მოცეკვავე, მომღერალი, მე ვიოლინე. კაი, ენები ჩამოთვალოთ მაშინ, ინგლისური, ნუ ძალიან მაგრა. ინგლისური კარგად ვიცი, რუსულიც კარგად ვიცი. ეხლა ვცდილობ რომ ესპანური ვისწავლო და ფრანგული ცოტა ვიცი, რაღაცა გამარჯობა და იგენი ვიცი ცოტა და მინდა რომ გერმანული ვისწავლო. ესპანური რატო გინდა რომ ისწავლო? და ჩემი დაურსულდა იქ და ამიტომაც მინდა რომ რადგანაც ნახევრად ესპანელი ვარ, მინდა რომ უფრო ბევრი ვიცოდე. როგორი მუსიკა მოგწონს? შოპენი, ჩაიკოვსკი, ეგეთი რაღაც უფრო საოპერო მუსიკები მომწონს. ვინმე იფიქრებს რომ დადგმულია რა? შენ როგორ გონია, აი რატო არის დედა შენი ნინო დარასელი ისეთი, რომ ყველა ადამიანს ის უყვარს? კეთილია და ერთგულიცაა დედიკო. მომიყევი შენ და ბებოს მეგობრობაზე. ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია, ну დიდებში, იმიტომ რომ მასაჯერა ჩემნაირად ჯადოქრობის იგივე მოწონს, რაც მე მიყვარს, აი ესეთ ჭყიალა კაბები, ესეთი ბროლის ფეხსაცმელები და ბებოსთან ვერასდროს ვერ მოიწყენ. და შენი მესაიდუმლეა, ყველაფერს უყვებოდი? კი, ყველაფერს უყვები და ისიც რასაც მეუბნება, იმ საიდუმლოს სულ ვინახავ. თუ არსები დაბადების დღე აქვს, ხო, რუსოს? კი, დღეს დაბადების დღე აქვს. რა გინდა რომ რუსოს დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუმზადო? რას ფიქრობ? მინდა ვიოლინოზე დაუკრა, ტანვარჯიში უცეკო. კარგი, მაშინ რა ვქნა, ჩვენ ჩამოვიდეთ არმაზში? კი. დაგვახვედრებ ამ სიურპრიზს რუსოსთვის? კაი. კი. მაშინ წავედით არმაზში. და როცა არდადეგები მაქან როცა სკოლისგან ვისვენებ ყოველთვის ჩამოვდივარ აქ მე ყველანაირი რაღაც მიყვარს არმაში რო ვაკეთო მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს ყვავილების მოვლა ახლა მე გაგაცნობ ნუგზარი ბაბოს რომელიც უვლის ყვავილებს ნუგზარ შენ ჩემოდ მორწყე ყვავილები არა გელოდებოდი პატარობიდან მქონდა ნიჭი რომ მოდიოდა ყოველთვის ყვავილებთან ერთად უნდოდა და ემუშავა რო ჩამოდის ყოველთვის მეხმარება რომ რაღაცა სცენარის იმასი ყვავილებთან იმუშაო თხოვია რომ თბილისში გავემტანებინა ყვავილები დედასთან ძალიან უხარია რომ ყოველთვის ეხლა ცოტა გვიანი თორე ვარდების სეზონი როა მაშინ მით უმეტეს მაშინ ვარდა ხოლმე მოხდა იმავალ და ძალიან კაი გოგო ხარ და წაიღე დედიკოს წავეყვავილები მე არმაში ბევრი მეგობარი მყავს ჩვენ ერთად ვისვენებთ ხოლმე ყვავილების მოვლის გარდა ვთამაშობთ ეს არის ჩემი მეგობარი ანა ეხა ხო რუსებების დაბადების დღეა და იქნებ happy birthday სიმღერა დაუკრა ბატონებო და ქალბატონებო მარიტა ბერიძე სიმღერა You ნიკა კოსტას რეპერტუარიდან What would I be without you? What could I possibly do? What I will be so fruit
ისტორია ცნობილი ჟურნალისტების შვილებთან მიმართებაში, საკუთარ მაგალითსაც თუ გავითვალისწინებთ, ჩემი დაკვირვებით ვითარდება შემდეგნაირად. არც ერთი, ან თითქმის არც ერთი შვილებს გულისხმობ, არ ცდილობს, რომ გაყვეს მისი მშობლის კვალი. საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის თუ მონარქია და მონარქი რეალობა გახდა ოფიციალური მიღება შეერთებული შტატების საელჩოში. და მეორე, თითქმის უმრავლესობა ამ შვილებისა ცდილობს, რომ აირჩიოს სახელოვნებო სფერო. არ ვიცი რა არის ამის მიზეზი, მე მინდა ეხლა ერთი ძალიან მაგარი გოგო წარმოგიდგინოთ, რომლის თაობაზე მე რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მისი დედისგან არ შემიტყვია. ნინუცა კახიანი, გთხოვთ ნინუცა. როგორ ხარ? დაჯიქ ნინუცა. მე ვასრულებ, ესე იგი, პირობას და არ ვლაპარაკობ და არ ვსაუბრობ შენზე და დედაზე, მაგრამ მე უნდა ვთქვა, მაყურებელს და წარუდგინო, მაინც ისე ცდილობა მოითხოვს, რომ დედა შენი არის ნანა ლეჟავა. კაი? ნინუცა, რამდენი წლის ხარ? 16-ის. მე მოვკარი რამდენიმე ვიდეოს სოციალურ ქსელში. სადაც მივხვდი, რომ ერთ-ერთი ამ არაჩვეულებრივი ადამიანებიდან, რომლებიც მღეროდნენ ასე საოცრად, იყავი შენ. თუთარჩელას ჩანაწერებს უყურე. როგორ გაჩნდა თუთარჩელა შენ ცხოვრებაში და მომიყევი ამ ანსამბლის შესახებ თუ ამ შემოქმედებითი ჯგუფის შესახებ? რამეზე თუ შემიძლია დღეს თქვენთან ვილაპარაკო, მართლა ეს არის თუთარჩელა, არაჩვეულებრივი ანსამბლი, არაჩვეულებრივი დირიჟორით, ეს არის თუთარჩელას ახალგაზრდული გუნდი. ესე იგი, მუსიკალური სკოლიდან შეხვდები თუთარჩელაში, მაშინ ხარ რამდენი წლის? მაშინ ვიყავი პირველ კლასში, 6-7 წლის ვიყავი. და რა იწყება მერე? იწყება ძალიან ბევრი, ძალიან ძვირფასი ურთიერთობა. ყველანი აბსოლუტურად არიან ძალიან ისეთი გამორჩეულები და ძალიან საყვარლები და როცა მათი ხმა გესმის, შეუძლებელია რაღაც საოცარი გრძნობა არ გაგიჩნდეს სიმღერისას. მე ვნახე ერთგან ცეკვავდი, შენ ცეკვავდი? დიახ. აუცილებელი მოთხოვნა, რომ ისინი ვიც მღერით, რომ პლასტიკისგან შორს არ იყოთ? ეს ვიდეო იყო შვეიცარიის ბაზელის ფესტივალიდან, სადაც ძირითადად ფოლკლორს ვღეროდით, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს წარვადგენდით იქ, ამიტომ მოგვიწიან, დიდი ხანი მემზადებოდით. მარტა, თქვენ თუთარჩელაში ხართ, ხო? იქ დაიწყო ჩვენი მეგობრობა და იქ დაიწყო ნუ ის ყველაფერი, რაც ნინომ თქვა. და კიდე ძალიან ბევრი რაღაც, რაც გვაერთიანებს. არ ვიცოდი მე რომ ნანა ლეჟავას შვილი იყო, ნინოსგან არასდროს ეგ არ ყოფილა, მეც ბავშვებისგან გავიგე ისე ჩემთხოვით, იმიტომ რომ მშობლები მოდიოდნენ და ნანა დეიდაც უნდა მოსულიყო. იმდენს აკეთებს ნინო თავისით, რომ თვითონ არის ნამდვილად გამორჩეული. კი, ნამდვილად გეთანხმება. მაგრამ ნინუცა, იცი რა მითხარი? ეს ამბავი როგორ არის მართლა ჟურნალისტების შვილებს, რომ ჟურნალისტიკისკენ გახედვა არ უნდათ? ხო, ალბათ რაღაც, ესეთი გამოცდილება ცუდი. იმიტომ რომ დედა არასდროს სახლში არ არის, ხო? ხო, არ ვიცი, ჩემ შემთხვევაში როგორ მოხდა, არ ვიცი, არ დაუკვირვები ვარ, ეგეც ალბათ იყო ერთი ფაქტორი, რომ ვერ ხედავდი არ მქონდა ხშირად, მაგრამ ალბათ, ნებისმიერ სფეროში ესე არის, თუ შენ მართლა გინდა რომ წარმატებული იყო, ძალიან უნდა დაუთმო შენი თავი და არც მომტყუნება ალბათ. ჩემი გადამღები ჯგუფი ჩამოვა თქვენთან და მოვისმენთ რა საოცრება არის ეს გოგო და მისი მეგობარი. რადგან ზაფხული უკვე დავამთავრეთ სამუშაო პერიოდი და დღეს ფაქტობრივად მეოთხედი არის ანსამბლის აქ. და ამიტომ ვერ შევძლებთ რომ სერიოზული პროგრამა შევასრულოთ, სიმღერა შევასრულოთ. რაც ამ შემოდგენილობით გამოვა, იმას გიმღერებთ. ეს არის ბიტლების სიმღერა, გერმანულად.
გვიდეს ჩვენი ხელმძღვანელი რომ აი ეს არის კარგი და შენ ვერ იტყვი რომ ეს არის სუდი, იმიტომ რომ მართლა კარგი არის და ანუ გვიყოლიებს არ არის, ეს არის შინაგანი იმპულსები, რომელიც ჩვენიდანაც მოდის და ერთობლივად ესე რაღაცა გუნდს თავის ფენოტიპს ანიჭებს. უახლოესი გასტროლი გვაქვს გერმანიაში. მივდივართ ქართული სიმღერებითაც და გერმანული სიმღერებითაც, რა თქმა უნდა. ორ წელიწადში უკვე გიწევს უმაღლესი, ხო? დიახ. ეს იქნება კონსერვატორია. კონსერვატორია. მიმართულება ჯერ არ ვწავლობ ელექტროაკუსტიკური მუსიკა. როგორ გონია თუთარჩელა რამდენ ხანს დარჩება შენ ცხოვრებაში? თუთარჩელა იმდენი ხანი, რამდენიც ჩვენი ანუ თამარი, ჩვენი დირიჟორი ჩათვლის საჭიროდ. შენი სურვილი რა იყოს რამდენი ხანი? ალბათ კიდევ დიდი ხანი. კი, დიდი ხანი. იმდენი ხანი, რამდენი რამოდენიც შევძლებ. ნინუცა, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედი ჩემთან გადაცემაში. იმედია ძალიან არ მიბრაზდები, რომ მოგიყვანე. ხარ მიბრაზდები? არა. ძალიან დიდი მადლობა და ჩვენ ვიმსახურებდით იმას, რომ გაგვეცნო თქვენი ანსამბლი და შენ პირადად. დიდი მადლობა. ეს იყო ნინუცა კახიანი, ნანა ლეჟევას გოგო. Shens vashirine Ramit khwabileb starajo Pirvele chenga mirime Damere shen magaracho ორი წლის წინ ერთად ცალკე სიმღერა მოვიდა და მე დავიწყეთ რაღაც ქავერების გაკეთება მესამე გოგო არ ყავს ახლა ჩვენი მეგობარი ელენე. პირველი დებიუტი როცა გქონდა, მაშინ ვფიქრობდით რა უნდა დაგვერქვა ჩვენი ტრიოსთვის და ფაქტობრივად ერთი თვე ვემზადებოდით, მაგრამ მაინც არ ვიყავით მზად, იმიტომ რომ დრო არ გქონდა, ამიტომ დავთქვით დრო არ გვაქვს. Abilebs darajo Varmizis stideba Marjuena guidris vashgatsevs Mechblit gogapomtris rismas Sheni tvalebis gashgashse O shem khvavilebi Achare Waldebis mawas waras jos Da guzegan omagare Maksheni baris laracho Shem khvavilebi Achare Waldebis mawas waras jos Da guzegan omagare Maksheni baris laracho Da guzegan omagare Maksheni baris